მოგეცდები მოკლე თქვა, უბრალოდ მინდა ძალიან დიდი ხანი არ მომიკითხავს რეჟიმის ტყვეები მოვიკითხო, აქედან აუცილებლად გავამხნევო და უთხრა რომ ის რასაც ისინი ხედავენ ტელევიზიით, იმიტომ რომ სხვა წვდომა არ აქვს. გაცილებით მეტი პროცესები მიდის ამ ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოებაში და ვცდილობთ რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და მინდა გავამხნევო, ამიტომ ისინი. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, ხო, ნუ ეს თვითდაზიანება რაც მიიყენეს აქ არ მგონია რომ ან მათი შესვლა არ შესვლა რამეს წვიტავდა, აქ უბრალოდ პირადი რევანში სურდა ბიზინა ივანიშვილს, რაც განაცხადა კიდევაც და აკეთებს. პლუს ამას ძალიან კომფორტულად გზნობს თავს, როდესაც ასეთი დასუსტებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია უკვე პარლამენტში წყავს და სავარაუდოდ, უბრალოდ მუნიციპალიტეტებში წყავს და სავარაუდოდ ესეც გაყვებიან ბოლომდე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ძალიან უცნაურია ადამიანი, რომელიც ბრძოლაშია და ამბობს, რომ ბოლომდე და გამარჯვებამდე არის ამ ბრძოლაში. მესმის ჩაბარებად შეფასდა მისი აქ ჩამოსვლა, უბრალოდ ჩემთვის ეს არის იმ რწმენის არქონა, რომ 7-დან 15-მდე კი არა, სულ 120 წელი დაგემუქრონ, შენ თუ ამ ბრძოლის გჯერა, ზუსტად იცი, რომ ეს არ 7 წელი გაგრძელდება, შენი პატიმრობა არც 4 და არც 3, ხო? ანუ რაღაც კულმინაცია ექნება და ლოგიკური ფინიში, შეუძლებელია ესეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ხო? საკუთარ რიგებში პრემიერ-მინისტრებს და მინისტრის მოადგილეებს უკვე ისე იჭერენ, რომ სახში ჩემოდნებით ფული უდევთ, ის ფული, რომლითაც ადამიანს დევნილებისთვის, მაგალითად საცხოვრისი უნდა დაეკმაყოფილებინათ ბავშვებისთვის საჭმელი ჭმიათ სკოლებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელზეც შეიძლება და მაგ ფულის მოხმარება. ამიტომ ეს უბრალოდ ხო, ჩემთვის აუხსნელია, ხო, აი ლიდერი, რომელსაც არ ჯერა ამ ბრძოლაში გამარჯვების, რაღაცნაირად რატო მოძღრავს იქიდან ან რაღაცა ესეთი, ის უბრალოდ გააგდეს ქვეყნიდან, იზოლებული გახადეს, რომ წასულიყო და მესმის მისი რახან არ ჯერა ამ ბრძოლის და გონია რომ 7 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, მისი ნაბიჯი რა თქმა უნდა გამართლებული და სწორია. სხვა დანარჩენში ნამდვილად ვერ დავეთანხმები მის პარტიას, მისი პარტიის სტრატეგიასაც, ტაქტიკურ ნაბიჯებსაც და ნუ დანახეს კიდევაც ამას სამწუხაროდ არ აღიარებენ და არ აანალიზებენ რა დაემართათ. მინიმუმ მაგორ პარტიას, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში შევიდა, გაუნახევრდა ელექტორალური მხარდაჭერა მოქალაქეებისგან გაუნახევრდა, ეს ხო ცხადი იყო და რა ვიცი, ამაზე უნდა დაფიქრდნენ მე მგონი და ცოტა უფრო სხვა გზით იარონ ამ ბრძოლაში. კი ბატონო. ელენე, თქვენ რა სიტყვით? მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ხო, დღეს პრინციპში რამდენიმე წუთის წინ ხო, prime time-მა. კი ბატონო, გქონდა აი პროტესტზე რომ ვისაუბროთ, ხო, დიდი ბრიფინგი, სადაც დავაანონსეთ პრინციპში ყველა ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით არის ჩართული ბოლო 1 წლის განმავლობაში და უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც ამ წინააღმდეგობაში, დავაანონსეთ მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს. ჩვენ შევიკრიბებით 19 საათზე, ანუ 7 საათზე თესაურის პირველ კორპუსთან და დიდი მარშით დავიძრებით საქართველოს პარლამენტისკენ. 28 ნოემბერი ეს არის უკვე ისტორიული თარიღი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად ხელისუფლების წარმომადგენელმა კი ჰქონდათ იქამდე ანტიდასავლური ნარატივიც, მაგრამ ამ დღეს ღიად გამოაცხადეს თავისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავის ისტორიულ გადაწყვეტილებას წყვეტს ფაქტობრივად და წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. ხო, ჯერ თქვეს რომ ეს იქნებოდა 2028 წელი და შემდეგ რამდენიმე ინტერვიუში რეკლიკო ბახიძემ ახსენა 2030 წელს, ვისაც იმის იმედი ჰქონდა, რომ ასე ვთქვათ 2028 წელს მოლაპარაკებებს განაახლებდა ხელისუფლება, ხო? და ამ დღიდან დაიწყო წინააღმდეგობა, რომელიც ძალიან უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც არაერთი რეპრესიული ძლიერი ხერხის მიუხედავად აღმოჩნდა შეუჩერებელი და 28 ნოემბერს ზუსტად აი ამას ვაჩვენებთ ჩვენ რეჟიმსაც, საზოგადოებას და სინდისის პატიმრებსაც, რომელთა მოკითხვაშიც რა თქმა უნდა ვუერთდები გიორგი ახობაძეს, ჩვენ ვართ ამ პროტესტში წინააღმდეგობაში არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი და არ ჩაინიშნება ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. კი ბატონო. ხო, გამოვეხმაურო მინდა prime time-ს, რომელმაც უბრალოდ ნინო წილოსანს, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გამოვეხმაურების სოციალური ქსელით, იმიტომ დაბლოკილი ვყავარ და აქედან მივაწვენ ხმას. მოკლედ ეს სამარცხვინო განცხადება გააკეთეს, რომ რაღაცა ევროპიდანო გადმოუგზავნესო ტექსტი, რომელიც ლევან ჯობავამ გაახმოვანაო. ჩვენ იქ მდგომი ადამიანები მოძრაობთ ქართული ეროვნული იდეით, რომელიც საბოლოო ჯამში
არის ევროპული ოჯახის ნაწილი. ისე მკითხავ, არ მიყვარს. რომ ნახეს რომ ერთად ვართ. რა იყო ეს? მე მგონია რომ მათ უბრალოდ რო გითხრა რაც წაიკითხეთ რუსთაველზე, ის იყო ოღონდ ინგლისურ ენაზე. ხო, ეს არ უბრალოდ ChatGPT-ს და ერთი თვალის შორებითაც ჩანს რომ ეს არის ChatGPT-ს ნათარგმნი. ქართულად ჩაუვარდათ ხელში ის. ქართულად ჩავარდოთ, გადათარგმნეს ინგლისურად და აი მანახონ რომელი მეილიდან მოვიდა. თუ ესე ამოაგდეს და ან სად არის მისამართი საიდან გამოგვიგზავნეს. ფრაზა თავი შეიკავეთ ცვლილებებში. ხო, ნებისმიერ ტექსტს ესე დავდებ და ვიტყვი რომ ბიძინამ გამომიგზავნათ. ხო და რა ვიცი დაიჯერებენ? აი ახლა ამ ზღაპრების მან რა არის მთელი ესე ვთქვათ შინაარსი მაგ ყველაფრის რომ როგორც ჩანს ხა ვირთხები ყველგან არიან და ზოგადად საქართველოს ისტორია დიდარი არის ესე ვთქვათ მოღალატეებით. დარწმუნებული ვარ ხა რამოდენიმე ვირთხა არის იმ ჯგუფებშიც რომლებიც ერთიანდებიან საქართველოს იდეის და ეროვნული იდეის გარშემო ეხლა სამოქალაქო საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ნაწილშიც, პოლიტიკური აქტორების ნაწილშიც. შესაბამისად ამ ვირთხებმა რომელიღაცამ ეს ტექსტი რომელიც ლევონს უნდა წაეკითხა გაიტანეს და ამითი შეშინებულები რომ კონსოლიდაცია მიდის ეროვნული იდეის გარშემო, რომ რა გვინდა ჩვენ ქართველებს, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ვიცხოვროთ რაღაც ქურდბაცაცა პრემიერ-მინისტრების და მინისტრების მართულ ბჭყალებში ქვეყანაში, თუ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ყველა ქართველის ინტერესი იქნება გათვალისწინებული, ხო? აი რომ ნახეს რომ ესეთი ჯგუფი იკვრება უკვე, ცოტა სერიოზული ხალხი დაკავდა ამ საქმით, მიხვდნენ რომ ესე ცალ-ცალკე არ უნდა იყოს და კონსოლიდირდეს უნდა ძალები. აი ხა ცდილობენ რომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ საზოგადოებაც მიაწოდონ ესე ვთქვათ თავიანთ ამომრჩეველის აღარ ყავს თავის მხარ რაღაცა არ ვიცი დატყვევებულ ხალხს როგორც რაღაცა დასავლეთის აგენტები და ასე შემდეგ. დავანებოთ თავი დასავლეთს. როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ ქართველებს, აი ამაზე ვილაპარაკოთ და ამაზე რომ ვლაპარაკობთ და ამაზე რომ ამის ირგვლივ რო არის დღეს მიმდინარეობს პროცესი კონსოლიდაციის, ეტყობა ეს ძალიან საფრთხის შემცველად მიიჩნიეს და ცდილობენ რაღაცნაირად ახლა დაგვაზიანონ რეპუტაციულად და არ გამოუვათ უბრალოდ შეუძლებელია ადამიანები რომლებიც ანუ პატრიოტი ადამიანებით განან ქართული იდეით მოძრაობენ, ესეთ ადამიანებს ვერ გააშავებენ და სასაცილო მდგომარეობაში ნუიგდებენ თავს, იმიტომ რომ კარიკატურებად არიან უკვე ქცეული და რა ვიცი მიხედონ საკუთარ მინისტრებს, რა ვიცი ეძებონ კორუფციას საკუთარ რიგებში, კარგად გამოზდით ამ ბოლო დროს. და გიორგი აქვევის თარგებლებს შემთხვევით და გკითხავ რა ხდება იმ საქმეზე აეროპორტთან რაც განხორციელდა, შენზე განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობ რაღაც პერიოდი თავსაც იკავებდი რომ ესე საჯაროდ გამოჩენილიყავი, მაგრამ ვიცი რომ თანამშრომლობ. რა თქმა უნდა, იმ საქმესთან დაკავშირებით ყველანაირი საშუალება არის. ეხლა კიდევ უფრო მე ხო გავავრცელე რომ ყველანაირი გზა არის მეთქი. მინდა აღვნიშნო ეს უსამართლო იქნება ეს რო არ ვთქვა. ყველანაირი საშუალება უბრალოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კიდე რაღაცებს არ ვიტყვი. ველოდები პოლიციელებს, რომლებიც ნამდვილად დაინტერესებული იყვნენ და იდენტიფიცირება და ასე შემდეგ გამოძიების პროცესი დაწყებული აქვს. მთავარია ეგრეთ წოდებული ზემოდან ვინმე არ შეუშალოს ამაში ხელი, თორე არაფერი ამ დამნაშავეების გამოვლენას და მე დაჟჯას წინ არ უდგას. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ ჯერ კიდევ ვცდილობ, რომ ესე ვთქვათ, პოლიციელებს დავაცადო, ნახო, ანუ მათ თავისუფალი მოქმედების საშუალება აქვთ თუ არა და თუ ისე მოხდა, რომ დავწმუნდი, რომ მათ ხელს უშლის ვიღაცა ამ ყველაფერში, რაც შემპირდნენ, რომ გააკეთებენ და ვიცი, რომ შეუძლიათ, რომ ეს გააკეთონ. თუ შევატყე, რომ ვინმე ამაში ხელს უშლის, მე უკვე ძალიან ხმამაღლა ამაზე კონკრეტული ფაქტებით მოუყვები ყველას. იმიტომ რომ შეუძლებელია თავდამსხმელების სახელები, გვარები, სახეზე, მანქანა, ყველაფერი ცნობილია. ამ ყველაფერს უბრალოდ ჭირდება პროკურატურამდე მიტანა, მე სასამართლომდე და შესაბამისი სასჯელის გამოტანა. რამე მიზეზი გიქრეს მაგალითად აი ფიზიკური ანგარიშწორების დროს აი რატო ხდებოდა ეს? არა, იქ ადგილზე არაფერი საერთოდ არ მახსოვს. სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო თუ რაგაც არ მახსოვს მართალი. ანუ აქტიური ხარ რაღაც. არა, არანაირი, უბრალოდ პირდაპირ ერთი რაც იყო, რომ პოლიციის სახელით მოქმედებდნენ, რაც არის ალბათ ყველაზე დიდი სირცხვილი. ანუ პოლიცია იმ მდგომარეობაში მიიყვანეს და დარწმუნებული ვარ, არც ერთ პოლიციელს ეს არ უხარია, რომ მათი სახელით ვიღაც კრიმინალები დარბიან და მოქალაქეებს უსწორდებიან. შეუძლებელია, მე რომ პოლიციელი ვიყო, ალბათ ეს იქნებოდა რაღაც ძალიან წითელი ხაზი, რომლის იქითაც უბრალოდ შეუძლებელია, რომ რაღაცა გული არ დაგწყდეს იმ მუნდირზე, რომელიც გაცვია, ხო? რაღაცა მოქალაქეებს უნდა იცავდე, საქართველოს უნდა იცავდე, ფიცი გაქვს ამისთვის დადებული და ვიღაც ადამიანები, გაურკვეველი ადამიანები შენი სახელით მოქმედებენ და მოქალაქეებს ესხმიან თავს. ეს არის, არ ვიცი, კატასტროფა. ამიტომ რა ვიცი, მგონია რომ მათივე ინტერესებშია გამოვავლინონ და უბრალოდ სულ ცოტა სიგნალი მაინც მიცენ, რომ თუ მსგავსი რაღაცა უნდათ, რა ვიცი, საკუთარი სახელით აკეთონ, თუ ამის უნარი აქვთ.
ხო, ნუ მე ვენდე რა, ეხლა იქიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნდობა მინიმუმზეა დასული პოლიციის მიმართ, რასაც ბოლო წლებია ვხედავთ, სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, მაინც მე როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს განცდა მაქვს, რომ ყოველთვის მინდა, რომ არ ვიცი, მივცე საშუალება პოლიციას, რომ იყოს საქართველოს მოქალაქის დამცველი და მისი ინტერესების გამტარებელი. ამიტომ ხო რაღაცა ნდობის მომენტი იყო წამიერი, რითიც ისარგებლეს და დამესხნენ თავს, რა და ამის იქით მეტი არაფერი არ ვთქვამთ. კი ბატონო და ელენე ბოლოს ისევ აქციაზე მინდა გკითხო, როგორი გაქვთ აი მოლოდინი განწყობა, რომ აი რაღაცა კიდევ ერთხელ შესაძლოა მართლაც 100 თუ არა 10,000-ობით ადამიანი მაინც გამოვიდეს 20. მე მაგ მოლოდინი რომ 28-ში გამოვა ძალიან ბევრი ადამიანი, მე საერთოდ მქონდა იმის მოლოდინიც და დღემდე ასე მჯერა რომ მიუხედავად იმისა ასეთი ფორმალური დაძახება ადამიანების აქციაზე მოხდებოდა თუ არა 28 ნოემბერს აქვს რაღაც ასეთი მიზიდულობის ძალა, ყველას ახსოვს 28 ნოემბერი, მაშინ ქუჩაში იდგა 100,000-ზე გაცილებით უფრო მეტი ადამიანი და მე მგონია რომ თავისთავად მოხდებოდა ეს შეკრება ისედაც რომ არ ყოფილიყო ძალიან ბევრი სხვადასხვა გაერთიანებული ჯგუფის ერთობლივი დაძახება მათთვის და მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ ეს რაღაცა მეგრძელებული ერთიანობის დაკვეთა ძალიან ბევრი ადამიანისგან და ჯგუფისგან არის ხოლმე 28 ნოემბრის აქციას ფაქტობრივად აანონსებს ყველა ერთად ესენი არიან როგორც ოპოზიციური პროდასალური და დემოკრატიული პარტიები, ასევე არიან სამოქალაქო ჯგუფები და ინდივიდები, რომლებიც არიან ჩართული პროტესტში და მე და ჩვენ ზოგადად ყველა ვინც ვართ ორგანიზატორები, თანაორგანიზატორები და გულშემატკივრები ამ ღონისძიების ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს იმისთვის რომ დავანახოთ რეჟიმს, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ისევ აქ ვართ და პროტესტი არსად წასულა 28 ნოემბრის 1 წლის თავზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ახლა